სახელითა მამისათა, დაძისათა, დაწმინისა სულისათა. ჩვენთან არის ღმერთი. დღეს ჩვენ წავიკითხეთ ძალიან ცნობილი ეპიზოდი სახარებიდან, რომელსაც ეწოდება ეშმაკეული გადარინელის განკურნების ამბავი. მოგეხსენებათ სიუჟეტი როგორ არის წარმოდგენილი. ზოგ სახარებაში არის ორი ეშმაკეული, ხოლო ლუკას სახარებაში წავიკითხეთ ერთის შესახებ და ეს იმიტომ რომ ერთი განსაკუთრებულად იგვემებოდა და ეშმაკეულობდა, ამიტომ ხაზგასმა ხდება ერთზე ზოგჯერ. მაგრამ სინამდვილეში იყო ორი. ორია თუ ერთი ამას ახლა არსებით მნიშვნელობა არ აქვს. თქვენ იცით, როგორი თხრობა არის სახარებისა, რომ გადარაში, როდესაც ჩავიდა მაცხოვარი, ერთ-ერთი ადგილი იყო ეს ისრაელში, მიეგება ორი ეშმაკეული, რომლებიც იყვნენ დაბმულები ხშირად ჯაჭვებით და ცხოვრობდნენ საფლავებში, უწმინდურ ადგილებში, ესე ითვლებოდა ებრაელთა შორის საფლავი ზოგადად. მიცვალებულის გვამი იყო უწმინდურობის მაჩვენებელი. აი, აქ ცხოვრობდნენ ეს ადამიანები და თქვენ გახსოვთ, როდესაც მაცხოვარმა განკურნა, გაუშვა ეშმაკები ღორებში და ღორები დაღუპეს ამ ეშმაკებმა. ხა ამას ჩვენ არ შევეხები დეტალურად, იმიტომ რომ ხშირად ქონდა ჩვენ საუბარი, განხილვა, განმარტება ამ ეპიზოდისა და გამეორება, რა თქმა უნდა, არ ივარგებს, უბრალოდ ერთ მომენტზე მინდა გავამახვილოთ თქვენი ყურადღება, რომელიც ალბათ ინტერესმოკლებული არ არის იმ კუთხით, რომ ხშირად იბადება ხოლმე ჩვენს გონებაში, მე გამიგია მაგალითად, ესეთი კითხვა, რომ თუ კი ადამიანს შეუძლია ცოდვის ჩადენის შემდეგ მოინანიოს თავისი ცოდვები, რატო არ შეუძლია იგივე გააკეთოს ეშმაკმა? თუ კი ის დაცემული ანგელოზია და ნათლის ანგელოზი იყო და მას მთელი სიმრავლე გაყვა ანგელოზებისა და ეშმაკებად გარდაიქცნენ, ანუ გარდაიქცნენ ეს ნიშნავს არა იმას, რომ ბუნება შეეცვალათ მათ, არამედ თავიანთი ნებელობით გახდნენ მოწინააღმდეგენი ეშმაკ ღვთისა. აი, რატო არ შეიძლება რომ მოინანიოს ეშმაკმა და კვლავ დაუბრუნდეს იმ დასაბამიერებას და რატო შეუძლია ეს ადამიანს? აი, კითხვა ესეთი. რადგანაც დღეს დემონოლოგიაზე გვაქვს ჩვენ საუბარი, შევეხოთ შეძლების დაგვარა წმინდა მამათა განმარტებას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. თუ კი შევადარებთ ჩვენ ადამიანის დაცემას და ზოგადად ადამიანის დაცემას ეშმაკის დაცემასთან, ანუ იმ პირველ ანგელოზის დაცემასთან, არის ძალიან დიდი განსხვავებულობა თვითონ ცოდვის ჩადენაშიც კი. ცოდვა თითქმის ერთი და იგივეა. ლუციფერი ცუდი სიტყვა არ არის ეს. ლუციფერი არის ლათინური სიტყვა, ნიშნავს სინათლის მატარებელს. ბერძნულში არის ჰეოსფოროსი, აი ფოსფორი აქედან არის წარმოქმნილი. ფოსფორი თავისთავად რო ანათებსო, ანუ ბრწყინვალების მქონე, აი ესე ითარგმნება. მთიები ქართულად, ძველ ქართულში ითარგმნება როგორც მთიები, ძენიცა რუსულად. ესე იგი, ეს სინათლის ანგელოზი, როდესაც დაეცა, თქვენ იცით, რომ ეს იყო ამპარტავნება, ამბოხი ღვთის წინაშე. იგივეს ვხედავთ ჩვენ ადამიანთან დაკავშირებით. იგივე ამბოხი, იგივე ამპარტავნების შედეგად დაეცა ადამი. ერთს მონანიება შეუძლია ადამიანს, ადამიანებს ზოგადად და მეორეს არ შეუძლია. ანგელოზთა კრებულს არ შეუძლია, ეს თქვი ჩვენ. ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი და რატო არ შეუძლია, ახლა მოგახსენებთ შეძლების დაგვარად. ჯერ შევეხოთ ადამიანის დაცემას. როგორ ხდება, რა პირობები აქვს ადამიანს ცოდვის ჩადენისა? აქ არის სამი პირობა, შეიძლება ითქვა, სამი კომპონენტი შემადგენელი მისი ცოდვისა. პირველი, ეს არის ცოდნაში ნაკლებობა. მეორე, ეს არის ხორციელი ქვედამზიდველობა. და მესამე, ეს არის გარეგანი საცდური. რა იგულისხმება ამ სამში? ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ ადამიანი ღვთისგან შექმნილი იყო უგუნური.
ეს არ ნიშნავს, რომ უგუნური იყო. ბრძენი იყო, კი ბატონო, მაგრამ ეს სიბრძნე, რომელიც ღმერთმა საჩუქრად მიმადლა, ეს თვითონ უნდა გამოეყენებინა ადამიანს. მაგრამ ვერ გამოიყენა. შესაბამისად, ცოდნაში უკმარისობამ დასცა იგი. კერძოდ რამ? რის ცოდნაში უკმარისობამ? ცოდნაში უკმარისობა ამ შემთხვევაში იგულისხმება ის, რომ სიკეთეთ ჩათვალა ის, რაც სინამდვილეში სიბოროტე იყო. ღმერთებივით გახდებითო, გახსოვთ თქვენ ეუბნება, ეშმაკისეული ძალა. და ამას იჯერებს. ცოდნაში უკმარისობა აქვს. არ იცის რა გააკეთოს სწორად და მიბაძავს იმას, რასაც ეუბნება ეშმაკისეული ძალა და მდგომარეობა. ესე იგი, ცოდნაში ვერ წარემატა, ქონდა სიბრძნე თავის დატევნისაებრ, მაგრამ ვერ გამოიყენა ეს ცოდნა. შესაბამისად, ცოდნის უკმარისობა არის ცოდვის შედეგი, უпростоრად ცოდვის ჩამდენი. ეს პირველი. ეხლა მეორე, ხორციელი ქვედამზიდველობა. ჩვენ ვიცით, რომ ანგელოზებისაგან განსხვავებით, ადამი მათ შორის, დაუცემელობაშიც კი იყო ხორცის მატარებელი. სულიერი ხორცისა კი, არა ისეთი დაცემული ხორცისა, რომელსაც ჩვენ ვატარებთ, ეს არის დაცემის შედეგად მონიჭებული ჩვენდამი. მაგრამ ისიც, ის ხორციელებაც, ის სხეულებრივობაც იყო, რა თქმა უნდა, ხორციელება. და ეს ხორციელება ქვედამზიდველობს, თავისას ითხოვს, შეიძლება ითქვას. უხრწნელად იკვებებოდა, რა თქმა უნდა, ეს ადამი. უხრწნელის საკვები ჰქონდა მას. მაგრამ რადგანაც მაინც ხორცი ჰქონდა და სხეულებრივობა ჰქონდა, ეს თავისას ითხოვს, ხორცი თავისას ითხოვს. ჩვენ მიუხედავად იმისა, რომ ვიცით, ანგელოზებს ხორცი არ გააჩნიათ, ადამიანისგან განსხვავებით. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ანგელოზებს არ გააჩნიათ სხეული. სხეული როგორი მდგომარეობაა? სხეული შეიძლება იყოს სხვადასხვა ფიზიკური სხეული, ვინც ფიზიკაში ერკვევით, სხეული მხოლოდ ხორცს არ ეწოდება. სხეული სხვადასხვა მომენტებს ეწოდება. შესაბამისად, რაც კი შემოფარგლულია, იმას თავისი სხეულებრივობა გააჩნია. ამ შემთხვევაში თუ კითხვას დავსვამთ, რომ როგორი სხეული აქვთ ანგელოზებს, შეიძლება ესეთი ფორმულირება ვთქვათ, რომ სულიერი სხეული, სულიერი ხორცი კი არა, როგორც ადამიანს, არამედ სულიერი სხეული. ეთერული თუ გნებავთ. რატოა სხეული ანგელოზებისთვის ნიშანდობლივი? იმიტომ რომ თუ კი ერთ ადგილას იმყოფებიან, ამავე დროს ისინი არ იმყოფებიან სხვაგან. თუ კი უსხეულონი თავისი ბუნებით იქნებოდნენ ღმერთები. ერთადერთი ზესხეულებრივი და უსხეულო, ეს არის შემოქმედი, ყველგან მყოფი. ღმერთი ყველგან იმყოფება იმ ადგილას, სადაც ჩვენ ვართ და ამავე დროს ყველგან აბსოლუტურად ჯოჯოხეთშიც მათ შორის. მაგრამ ადამიანები არ არიან მიმღები მისი. ეს კიდე სხვა საკითხია. აი, მხოლოდ და მხოლოდ ბუნებითად უსხეულო, ეს არის ღმერთი, ჩვენი შემოქმედი. დანარჩენი ყველა არის სხეულის მატარებელი, მათ შორის ანგელოზთა ძალნიც. ესე იგი, მეორეს თუ შევეხებით, ეს ადამიანთან დაკავშირებით. მეორე არის ხორციელი ქვედამზიდველობა, რომელმაც დასცა იგი. და მესამე არის გარეგანის საცდური. გარეგანის საცდური არის ეშმაკისეული მოქმედება. თქვენ იცით, რომ ეშმაკი უკვე დაცემულია, ანგელოზი დაცემულია და ის თავაზობს მას სხვადასხვა სიკეთეებს ღმერთის გარეშე. და რადგანაც ცოდნის უკმარისობა აქვს, ხორციელი ქვედამზიდველობა აქვს და ამავე დროს გარეგანის საცდური, ესე იგი შესთავაზა იმ დაცემულმა ძალამ ის, რომ ღმერთებივით იქნებით. შესთავაზა ის ნაყოფი ადამიანს და ისიც ეცემა. აი ეს სამი მიზეზი ადამიანის დაცემისა. ეხლა გადავიტანოთ ეს სამი მიზეზი ანგელოზთა მიმართებაში.
ანგელოს, რომელიც დაეცა, ცოდნაში უკმარისობა არ ქონდა, იმიტომ რომ ის იყო ბრწყინვალებით მოსილი, როგორც გითხარით. ლუციფერი იყო იგი. და როგორ შეიძლება მას რამე ცოდნაში უკმარისობა ქონოდა? შესაბამისად, მამები ამბობენ, რომ ცოდნაში უკმარისობა მას არ ქონდა. ცოდნაში უკმარისობა არ იყო მიზეზი დაცემისა, რაც ადამიანთან დაკავშირებით არის. მეორე, ხორციელი ქვედამზიდველობა. ანგელოს არ აქვს ხორცი, როგორც მოგახსენეთ. სხეული კი, მაგრამ ხორცი არ გააჩნია. შესაბამისად, ესეც გამოირიცხება. და ამავე დროს მესამე, გარეგანი საცდური. რომელი გარეგანი საცდური უნდა ქონოდა ეშმაკს, თუ კი თვითონ არის გარეგანი საცდური ადამიანისა, მანამდე გარეგანი საცდური არ იყო. მას არავინ არ შესთავაზა დაცემა. მას არავის არ უთქვამს მისთვის, რომ შენ ღმერთებივით გახდები, როგორც მან შესთავაზა ადამიანს. შესაბამისად, ის სამივე კომპონენტი, რომელიც არის დაცემის, ზოგადად დაცემის შედეგი და მიზეზი უпростоრად, ეს სამივე არ ქონდა მას. და შესაბამისად, წმინდა მოძღვარნი ამბობენ ესეთ რამეს, რომ რადგანაც ადამიანს ხორციელება გააჩნია და ის ყველაფერი, რაც ჩვენ ჩამოთვალეთ, ის კომპონენტები გააჩნდა მას, მის დაცემას უნებლიე დაცემა ეწოდებაო. უნებლიე ის კი არა, რომ არ უნდოდა ადამიანს და დაეცა. შეიძლება უნდოდა და იმიტომაც დაეცა, არჩევანის მიერია, კი ბატონო. მაგრამ მაინც ქონდა მიზეზი დაცემისა, როგორც მოგახსენეთ. და შესაბამისად, უნებლიე დაცემა ყოველთვის გულისხმობს გამოსწორებასაც. მე ვიღაცამ შემომთავაზა. მე ვწდუნდი კი, მაგრამ შეიძლება გამოსწორდე. მაგრამ ეს ანგელოზი, რომელიც დაეცა, ეს არის უკვე მისი მტკიცი არჩევანი. ამას ქვია გაკერპებული არჩევანი მისი. რატო? იმიტომ რომ ის სამი, რომელიც ჩვენ ვახსენეთ, ის სამი არ იყო მის ცხოვრებაში. მას არავინ არ შესთავაზა. მას ცოდნაში უკმარისობა არ ქონია. მას ხორციელი ქვედამზიდველობა არ ქონია და შესაბამისად, რაც მან აირჩია, ეს არის მისი საბოლოო არჩევანი. ამას არჩევანისეული გაკერპებულობა ეწოდება. ის რომ კვლავ ღმერთმა დააბრუნოს, დაუშვათ ესეთი აზრი ვთქვათ, რომ დააბრუნოს ისევ დასაბამიერ ბრწყინვალებაში, ის მაინც დაეცემა. იმიტომ რომ იმის მტკიცი არჩევანია ეს. ჯერ უხორცობა აქვს, როგორც მოგახსენეთ. ჩვენ ვიცით, რომ როდესაც გარდავიცვლები, ჩვენ სინანული არ გვექნება. ეს ძალიან კარგად ვიცით ჩვენ. სინანული ხორცში მყოფ არსებას შეუძლია მხოლოდ და მხოლოდ. ამიტომ ჩვენი ლოცვები ჩვენი მიცვალებულთათვის. ეს არის ღვთისწყალობა. ვერც ერთი ჩვენი ლოცვა ვერ გადაარჩენს მიცვალებულს. თუ კი აქედანვე არ იყო მისი ცოდვები მონანიებული, ხორცში მყოფობის ჟამს სანამ არ ინანიებს ადამიანის ცოდვებს, სულიერ მდგომარეობაში რომ გადადის, არ არის მახასიათებელი სულიერი არსებებისთვის სინანულის გამოხატულება. ეს არის უკვე გაკერპებული მდგომარეობა. ამიტომ ვამბობთ ხოლმე, რომ სანამ აქ იმყოფება ადამიანი, მანამდე უნდა გამოასწოროს ეს ყველაფერი. თორე იქ უკვე ერთადერთი რაც არის ლოცვა რჩება მხოლოდ შემწე, გადამრჩენელი და მაცხოვრებელი კი არა. შემწე, როგორც აი წყურვალს რო უბრალოდ წყალი მიაწოდო. შეიძლება ვერ გადაარჩინო, მაგრამ ხო დაარწყულებ რაღაც. აი დაახლოებით ესეთი მდგომარეობა, როდესაც ჩვენ არიან გამოხსნადი სულები, რა თქმა უნდა. შეიძლება ლოცვამ და ღვთისწყალობამ თუ ისეთი მძიმე ცოდვილი არ არის, გადაარჩინოს მიცვალებული კი, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეს ჩვენი ლოცვის შედეგი კი არ არის, არამედ არის ღვთისწყალობა და ღმერთის კაცთმოყვარეობა ამ კონკრეტულ სულთან დაკავშირებით. აი ესეთი მდგომარეობა, როდესაც ჩვენ გვებადება ხოლმე კითხვა, რატომ არ და ვერ მოინანიებს ეშმაკი? იმიტომ რომ ის არჩევანი, რომელიც მან გააკეთა, სულიერმა არსებამ რო გააკეთა, ეს არის გაკერპებული მდგომარეობა. მას მოსწონს, ჭყალებში რო ჩავსვათ, მოსწონს შეიძლება ითქვას
ეს მდგომარეობა. სხვა მდგომარეობა რო შესთავაზო მას, იმას არ მოუნდება. ამ მდგომარეობაში გაკერპებულობაშია და მაგითო. ადამიანი არ არის ზოგი ადამიანი კი, რაც არ უნდა ელაპარაკო, ისეთ გაკერპებულობა და საერთოდ გონზე ვერ მოიყვან. ზოგი კი ჩვენ ხედავთ გაკერპებულ ადამიანებს. მაგრამ ზოგადად ბუნება კაცობრივი გაკერპებული არ არის. ეს არის უნებლიე შეცოდების მსხვერპლი შეიძლება ითქვას. და შესაბამისად მას შეუძლია მონანიება სანამ ხორში მკვიდრობს. დაგლოცოთ ღმერთმა და მოგცეს უფალმა გული გონიერი. ჯვარი გეწეროთ.